თუ სოფლის მეურნეობაც უდღეშია, სხვა არაფერს განვითარების შანსი არ აქვს. დადგა ის დღე, როცა YouTube-ზე გამოჩნდა აგრომენი. თუ შენთვის მნიშვნელოვანია რას მიირთმევ, რით იკვებები, რა პროდუქტს ყიდულობ და გაინტერესებს როგორ ხდება ის მიწიდან შენს უფრამდე, მაშინ ეს არხი აუცილებლად უნდა გამოიწერო. ხო, ეს ყველაფერი თუ არ გადარდებს, მაინც გამოიწერე, კარგი კადრებით გაერთობი. არა მარტო კარგი კადრებით, რაღაც ახალსაც იმედია გაეცნობი და სულ სხვანაირად შეხედავ სოფლის მეურნეობას, რომელიც ქმნის დოვლათს და არის საწყისი ყველაფრისა, რაც ცოცხლობს და არსებობს ამ ქვეყანაზე. აბა რა სიტყვით, როგორი გახსნა იყო? მოკლედ აგრომენის პირველი ვიდეო ოფიციალურად თქვენს YouTube-ზეა. დღეს გავარკვევთ თუ როგორ ცხოვრობს და მუშაობს ქართველი და ევროპელი ფერმერი. შევადარებთ მათ სამეურნეო პროცესებს, ცხოვრების სტილს და ასე შემდეგ. ასე რომ ჩაუჯექით ვიდეოს და გაერთეთ. ხო, არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ. ეხლა ვიმყოფებით ზღვის დონიდან 25.8 მეტრზე ნიდერლანდებში, დამბაზე, რომელიც მიწას იცავს ზღვისგან, რომელიც დაახლოებით 200 წელია რაც აშენდა და რომელმაც დაახლოებით ნიდერლანდების 1/3 მოწყვიტა ზღვას, რომელიც არის ყველაზე მოსავლიანი მიწა მთელს ნიდერლანდებში. მეგობრებო, დღეს ვიმყოფებით ფარავნის ტბაზე, რომლის ფართობია დაახლოებით 40 კვადრატული კილომეტრი და დაახლოებით საშუალო სიღრმეა 2-დან 3 მეტრამდე. ეს ტბა ზამთარში სრულად იყინება და მიმდინარეობს ზამთრის თევზჭერა. ასევე ფარავნის ტბა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არტერია სოფლის მეურნეობისთვის, რადგან ამ ტბის გარშემო არსებული ნაკვეთები ირწყვება სწორედ ამ წყლით. კიდე რა ვთქვა? დღეს ჩვენ მივემგზავრებით ახალქალაქში, სადაც უნდა გადავიღოთ ასევე ქართველი ფერმერი, რომელიც აწარმოებს კარტოფილს. ეხლა კი დატკბით დრონის კადრებით. წავედით. დღეს აგრომენის მიზანი ამ ვიდეოში გაჩვენოთ თუ როგორ ცხოვრობს ქართველი და ევროპელი ფერმერი. ამისათვის დღეს მათგან გავიგებთ თუ რა ტელეფონი აქვთ, როგორ სახლში ცხოვრობენ, რა მანქანით დადიან, სად ისვენებენ, რომელი სასმელი უყვართ, რა ბრენდის ტრაქტორი ყავთ, როგორია მათი საწარმოო პროცესი და რა პრობლემები აწუხებთ. მოკლედ დავიწყოთ. მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ვიმყოფებით ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, სოფელ კოთელიაში, ქართველ ფერმერთან, ნოდა რაჩელაშვილთან. გაუმარჯოს ნოდა, როგორ ხარ? როგორ მიდის მოსავლის აღება? მოსავლის აღება ნორმალურად, მაგრამ დრო გვაქვს ცოტა დარჩენილი რა. და ეს საგვიანო ჯიშებს ვთესავ ძირითადად ახალქალაქში უფრო გამართლებულია და ამიტომ გვიან გვიწევს მე ამოვღება. რომელი ტრაქტორის ბრენდს ანიჭებ უპირატესობას და რატო? ეხლა ჩვენ პირობებში ჯონ დიერი მაგმხრივ, თორე როგორც ტრაქტორს, ამაზე ბევრად მაღალი დონი არის, ეხლა ის ლამბორჯინი რაც ყავს. ლამბორგინი მეგობრებო არის ერთ-ერთი პირველი ტრაქტორების შექმნით დაიწყო ლამბორგინიმ
სანამ სპორტკარებზე გადავიდოდა მოკლედ რა. შენ რატო ირჩევ ევროპულ ტექნიკას? პირველად მექანიზატორმა რო ჩამოიყვანა ტექნიკა და რო ნახე, მივხვდი რომ უნდა მეფიქრა ეგრევე მაგ ტექნიკაზე გადასვლაზე რა და პირველი ჩემი ნაბიჯი ეგ იყო რომ დავიწყე ევროპიდან ამ ტექნიკის ნელ-ნელა ჩანაცვლება რუსულის. 18-20 ტონა იყო საშუალო მოსავალი. კონკურენცია დიდი, უფრო მეტი ითესება და ხარისხზეა მოთხოვნა. აქედან გამომდინარე, იმ რუსული ტექნიკით ამ ყველაფრის გაკეთება შეუძლებელი იყო რა. ბოსტანში გამოიყენეთ. ყველაზე რთული პროცესი არის მოსავლის აღება. დახარისხება, დათესვა, აი მაქსიმუმი ერთი კაცი რომ ჭირდებოდეს, მაგრამ რაც შეეხება ამოღებას არის ძალიან შრომატევადი და მუშახელი ჭირდება. ეს მუშახელი თანდათან ყოველ წელს იმდენად იცვლება ფასები, რომ ვიფიქრე რომ უნდა გადავსულიყავი ესეც კარტოფილის ამოღებ მექანიზმი. ეს არის კარტოფილის ამოსაღები კომბაინი, რომელიც იღებს კარტოფილს წმინდავს ბალახებს აცლის ზემოთ. აქვს 4 ტონიანი ბუნკერი, რომელსაც შეუძლია 3-4 მეტრომდე აწიოს და მაღალ მანქანაში ჩვეულებრივად დაცალოს რა. რა ძალიან დიდ კომფორტს ქმნის რა. ეს სათესი არის კარტოფილის, რომელსაც ერთდროულად შეუძლია კარტოფილი თან შეწამლოს. და თან სასუქი მიცეს რა დათესვასთან ერთად. რატო არის საჭირო რომ მოხდეს ჩანაცვლება ერთი სტანდარტის ტექნიკით? გერმანული ტექნიკა თესავს კლებს შორის 75 სანტიმეტრს. აქედან გამომდინარე ყველა აგრეგატი მუშაობს ამ დაშორებით და რაც შეეხება ძველ სათესებს ისინი მუშაობდა კლებს შორის 70 სანტიმეტრს. ყველა პროცედურა დაწყებული დათესიდან უნდა დამთავრდეს ამ ტექნიკით რა. ამოღებით კი დაბალზე მუშაობს, დიდი ფრეგატები რო არის. გადარეცხვით არ რეცხავს კარტოფილს. ერთ მორწყვაზე სეზონურად 30-დან 40 გექტარს მორწყავ ჩვეულებრივად. აი საერთოდ ერთი ადამიანი რო იყო რა. თანამედროვე სოფლის მეურნეობაში მიწის ეფექტურად გამოყენება და მაღალი ჰექტრული მოსავალი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან ის ზრდის როგორც ფერმერის შემოსავალს, ასტაბილურებს ფასებს, ასევე უზრუნველყოფს ქვეყნის სასურსათო დამოუკიდებლობას, აუმჯობესებს რესურსების გამოყენებას და აძლიერებს სოფლის მეურნეობის მდგრადობას. მოდით ახლა გადავიდეთ ჩვენს მთავარ მიზანზე, შევადაროთ და გავყვეთ იმ პუნქტებს, რომელიც ზემოთ მოგახსენეთ. ეხლა ვიმყოფებით შენს მეურნეობაში ნაკვეთებზე, სადაც ხდება კარტოფილის მოსავლის აღება. უკვე შემოდგომაა და შემოდგომაზე ითვლიან წიწილებს. ეხლა მე რასაც უყურებ, საკმაოდ ჯამთელი კარტოფილია და კარგი მოსავალი ჩანს, ხო? დაახლოებით რამდენს ფიქრობ, რომ ჰექტარზე მიიღებ ჰექტრულ მოსავალს? ეს 42-43 ტონაა. ეს არის ჯელი, ხო? ეს ჯელის ჯელია კი. ჯელის ჯიში. Between 50 and 60 tons. In onions, we grow 70 tons. Sugar beet, about 100 tons. Carrots, we hope to harvest 70 ton netto. And wheat, 10 tons, something like that. მიწაზე კულტურათა ცვლა მნიშვნელოვანია, რადგან ის იცავს ნიადაგს გამოფიტვისგან, ამცირებს მავნებლებისა და დაავადებების გავრცელებას და ზრდის მოსავლიანობას ბუნებრივი გზით, ქიმიკატების გარეშე. რა მაინტერესებს, გარდა კარტოფილისა, სხვა რა კულტურებით ანაცვლებ როტაციას რით უკეთებთ? რა მარცვლეული არის ხორბალი და ქერი. და რამდენ წლიან როტაციას აკეთებთ ამ ეტაპზე? მაქსიმუმი 1 წელი ძირითადად. ან ყოველ მეორე წელს უწევს კარტოფილის დათესვა რა. კი, ძირითად ნაკვეთებს, აი რომელიც დიდი ფართობებია და ძლიერი ნაკვეთებია მასე და რომელიც ცოტა სუსტი ნაკვეთია, იმას 2 წელი მინიმუმ ვასვენებ. We grow 1 and 3 potatoes. Crop before the potatoes is always a winter wheat or a cover crop to give the best soil for the potatoes. Crops who follows the potatoes are the sugar beet, the onion, carrot, and the celeriac. ნიდერლანდებში აუცილებელია ნაკვეთზე კულტურათა ცვლა და განოყიერება საფარი კულტურებით, ეგრეთ წოდებული მწვანე სასუქებით, რომელიც ძირითადი მოსავლის შემდეგ ითესება და შემდეგ უკვე იხსნება მიწაში, რათა მოხდეს მისი სტრუქტურის გაუმჯობესება, მიკროელემენტების შევსება და დაავადებებისგან გაწმენდა ბუნებრივი გზით. It's forming nitrogen. What do you do with these heads? We mulch it and then we plow it. ასევე საინტერესოა თუ სად ისვენებენ ევროპელი და ქართველი ფერმერები და რა ალკოჰოლური სასმელები მოსწონთ მათ. წელს ვიყავი ევროპაში 10 დღეში რომ იმან საფრანგეთს მოივლი, ბელგიას მოივლი, ამსტერდამს, ჰოლანდიას იმათ. ხო, უფრო დავიხარე. Sometimes we have a nice barbecue with friends, go to a party or make a nice boat trip or a lot of things to enjoy. თა თუ ზღვა უფრო?
რომელს აირჩევდი? თა, რა თქმა უნდა, თა. You have vacations during the year to leave the country or visit some? Sometimes in summertime, sometimes in wintertime. Yeah. A lot of farmers go on winter sport. And some people like me Skiing? go. Yeah, some people go skiing, but also some people like me go to a summer holiday or. You like sun? Yeah, I like sun. Yeah. Sun, beaches, sea. Yes. Girls. ეხლა ვართ 1700 მეტრზე ზღვის დონიდან, სადღაც რა. და ძალიან მაგარი ჰაერია და ნუ უკვე აქ ფაქტიურად ზამთარი იწყება. ეხლა თქვენ რო ზიხართ სახლებში თბილად, აქ უკვე ცივა, სადღაც 7-8-10 გრადუსამდეა. ორივე ფერმერს ვკითხეთ თუ რა მანქანით მოძრაობს და რა ტელეფონს იყენებს. მანქანებში გემოვნება დაემთხვა. ორივე ფერმერს Toyota Prado ურჩევნია. ფერმერები ყავთ პიკაპები თმაო, მაგრამ ჩვენ დამწყებებიაც არა ვართ, მაგრამ ეს ფერმერები ვერ გავხდით. Toyota Prado. თუმცა ტელეფონებში ორი ურთიერთდაპირისპირებული ბრენდი აღმოჩნდა. Samsung-ი, იქიდან გამომდინარე, რომ ბატარეა დიდხანს მიძლებს. ეს რომელი მოდელია Samsung-ის? გუში ვიყიდე გეფცები არცვიც მომიტანის, ტრაქტორით გადაუვარ. I have an Apple iPhone. Which one? It's an 16, I think. მოგეხსენებათ მეურნეობა ტრაქტორის გარეშე წარმოუდგენელია. შესაბამისად დავინტერესდი თუ რომელი ტრაქტორის ბრენდს ანიჭებენ ქართველი და ევროპელი ფერმერები უპირატესობას. ასევე ფერმერებს თხოვეთ ჩამოეთვალათ მათი შეხედულებით ყველაზე საუკეთესო ტრაქტორის ბრენდები. Most Massey Ferguson, it's John Deere, it's Fendt, it's New Holland and it's Case. როგორც ტრაქტორს, Fendi, Deutsche ან Lamborghini და მერე დანარჩენი რა. საინტერესო იყო თუ როგორ სახლში ცხოვრობდა ქართველი და ევროპელი ფერმერი. ასევე ფერმერისთვის მნიშვნელოვანია საცხოვრებელი სახლი მდებარეობდეს რაც შეიძლება ახლოს მეურნეობასთან. ევროპელი ფერმერის შემთხვევაში საცხოვრებელი სახლი პირდაპირ მეურნეობის ეზოში მდებარეობს, რომელიც გაფორმებულია სხვადასხვა დეკორატიული მცენარეებით და აუცილებლად გამწვანებული უნდა იყოს. ეს მათი მშვიდი ცხოვრების გამოხატულებაა. ქართველი ფერმერის შემთხვევაში შედარებით მოშორებით, თუმცა სამეურნეო ნაკვეთებთან ძალიან ახლოს მდებარეობს. ასევე სახლის ეზოშია განლაგებული სამეურნეო ტექნიკაც, რომელიც მნიშვნელოვანია მისი მოვლისა და შენახვისათვის. რომელი სასმელი გევასება ყველაზე? Ludi. And most farmers in Holland drink beer. Yeah. Some farmers drink red wine, but the most farmers drink beer. ეს ფერმერებს მე მგონი ერთი გემოვნება. ლუდი, ძიმე სასმელებს სხვათა შორის მით უმეტეს რომ სეზონია, ყველა ერიდება ხოლმე რა. იშვიათად ვისკი, იშვიათად, მაგრამ ლუდი რა ძირითადად. ანუ ტოპ 3 დავალაგოთ. ანუ პირველ ადგილზე ლუდი, მერე ვისკი და მესამე თუ აი უეჭველი ვიცი რომ ნატურალურია ღვინო რა თქმა უნდა. ღვინო, ქართველებო, ღვინო დალია, შეეშვით ნაგავსაც. Your name? Geert. Geert? Yeah, What's the situation today? The harvest is good? reasonable. Yeah, Reasonable. yeah. How many tons you think you will get per hectare? About 60. 60. Which variety? Fabula. Fresh. Yes. მოყვანილი მოსავლის აღება ძალიან მნიშვნელოვანია მოხდეს შესაბამის ვადებში, იმისათვის რომ მან შეინარჩუნოს კარგი ხარისხი და მოხდეს მისი გრძელვადიანი შენახვა. ასევე ამინდს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, რადგან ცუდ ამინდში მოსავლის აღება ვერ ხერხდება. ეხა ხდება კომბაინის გაწმენდა, ეგეთი პროცესია რა. დღეს არის ტალახიანი დღეა, იწვიმა და შესაბამისად ტალახი სიკრავს ბევრს. Sibren, when it's dry, it's also stacks? No? და შესაბამისად შეიძლება დაზიანდეს კიდეც. ევროპაში მოსავლის აღება და დაბინავება ხორციელდება თანამედროვე ტექნიკის გამოყენებით. მიწიდან მოსავლის ამოღება ხდება სპეციალური კომბაინით, რომელიც ბუნკერში იგროვებს აღებულ მოსავალს და შემდეგ გადატვირთავს მისაბმელზე. შემდეგი პროცესი მოიცავს საწყობში კარტოფილის ტრანსპორტირებას, ბუნკერში მოთავსებას, კონვეიერზე ინსპექტირებას, შემდეგი პროცესი ტონიან ხის ყუთებში კარტოფილის მოთავსება და ვენტილირებად საწყობში განთავსება. აქვე ჩავწერეთ ინტერვიუ ადგილობრივ ფერმერთან, რომელიც უკვე მეორე თაობის ფერმერია და ჩვენი ვიზიტის დღეს ზუსტად კარტოფილის მოსავალს აბინავებდა. My name is Romke Sietsma from Pingem, Friesland. Friesland, Netherlands. Yeah, the Netherlands. How many hectares you have in your farm We have an average of 240 hectares in our farm in total? in total. On how many hectares you grow potatoes? 120
Yes. And that's because we can grow 1 in the 3 years potatoes. Rotation. Rotation. How old are you? I'm 23 years old. My father was first generation of farmer, and I'm the second one. 5 years that I'm doing the company together with my father. So you 100% involved in farming. Yeah, yes. Thank you for Yeah. your time Yes. and good luck. Yeah, thank you. And wish you all the best. Good harvest Yes, every thank year, you. high prices, I hope so. and happy stuff and happy yeah, family. Yeah, happy family, yes. გამოიწერე გამოიწერე აგრომენი. აგრომენი. თქვენ ნახეთ როგორ იღებენ კარტოფილს ჰოლანდიაში და ასევე ნახეთ ფერმერი თავისი ტექნიკით ყველაფრით. მე რაც დავითვალე დაახლოებით 50-ზე მეტი ადამიანი მუშაობს. რასაკეთ რატო ყავს ამდენი ხალხი? როგორც ნახე კომბაინიც ყავს, სამწუხაროდ კიდე რჩება რაღაცა დეტალები, რომ იმ კომბაინმა იდეალურად იმუშაოს რა. მიწა ეხლა ამ ეტაპზე არის სველი, ვერ გამოშრა. სველია და გაუჭირდა კომბაინს თუ არა. კომბაინით ჭირდება მაქსიმუმ 2 ადამიანი. მაყურებელსაც რო უთხრათ, რომ საქართველოში ეგეთი პრაქტიკაა ზოგადად, ეგრეთ წოდებული კაპაწელით ხდება ამოყრა მიწის ზემოთ. და მე უკვე მუშახელით ამის ტომრებში ჩაყრა, ტრანსპორტირება საწყობში და დაბინავება, ხო? და იქაც ეხა თქვენ რაც ნახეთ, სრული ავტომატიზაცია, ხო? 2-3 კაცი იღებს, რავი, 40 ჰექტარს დაუშვათ რა. ხო, კარგია რომ თქვათ მაგ მიმართულებით შენ ერთი ნაბიჯით წინ ხარო, ტექნიკა უკვე ყავს და უკვე ტექნოლოგიას და მეთოდებს ამუშავებ, რომ შეძლო სრულად თუ არა 80% მაინც გადახვიდე ავტომატიზაციაზე. გასაღების ბაზრის სტრუქტურაც მსგავსია. აღებული მოსავლის 90% ორივე შემთხვევაში იყიდება შუამავლების მიერ, როგორიცაა საბითუმო მოვაჭრეები, სორტირების და შესაფუთის საწარმოები, რომელიც შემდეგ უკვე აწვდიან სუპერმარკეტებს. აი ეხა ამ მოსავალს რო შეიტან საწყობში. როდის იწყებ რეალიზაციას და შენი ძირითადი გასაღების ბაზარი რა არის? ანუ რა არხებით ხდება გაყიდვა ამ შენი მოსავლის? That depends on which crop it is. The sugar beet go to one big corporation who produces sugar out of it. The onions we sell on the free market to some packages and exporters. Potatoes we try to sell directly to the consumers. But the biggest lot of potatoes is going also to washers and packers. შუამავლები არიან, რომლებიც ამარაგებენ ამ პატარა ქსელებს. ეგრეთ წოდებული საბითუმო მოვაჭრეები. კი ბატონო. 10 and 15% we sell directly, and the rest is to the supermarket by processors and packages. რა მხარდაჭერა აქვს ფერმერს საქართველოში და სუბსიდირებას თუ იღებ ბიუჯეტიდან, სახელმწიფო პროგრამებიდან? რით გისარგებლია თუნდაც? ტექნიკაზე იყო დაფინანსება 2%-იანი სესხი, ეს ჯონ დეერები რაც ნახეთ, ეგ სახელმწიფო დაგვიფინანსა დანარჩენი პროცენტი და დანარჩენს ვიხდით 5 წლის განმავლობაში. ეგ შეღავათია და ვიხდი 2%-ს და თანაც 5 წელს. რეფინანსირება გაქვს? კი, დანარჩენს სახელმწიფო იხდის და ეგ მხარდაჭერა გვაქვს სახელმწიფოდან, რაც შეეხება. When you do some good things for the environment or for the soil or for the biodiversity, you can get a subsidy nearby 100%. Generally how it works when you need new tractor, new like harvester or something like that, machinery. Big machinery like harvesters and tractors and self-propelled sprayers and that kind of stuff. Most of the time it's too expensive to buy and most people lease that. And then you have a lease contract for 3 or 4 or 5 years and then you pay it off. So lease is like same percentage level, like 3-4% yearly as loan, yeah? სესხი თუ გაქვს ბანკში და წლიური რა პროცენტი გამოდის სესხზე საპროცენტო განაკვეთი? 13-დან 14%-მდე რა. და აგროსესხით როცა სარგებლობ, რამდენ პროცენტს გიფინანსებს სახელმწიფო? ანუ 3 რჩება რა. 3 რჩება. 11%. ხო, 11%-მდე სადღაც ხარავს სახელმწიფოც. Average is 3-4%, I think, in this region. It's yearly. Yes. Most of the things you have to pay back in 25 or 30 years, something like that. რა არის აი შენი მეურნეობის ღირებულება? აი ხვალ რო ქუდი დაიხურო და თქვა რომ წავედი მე ზღვაზე უნდა დავისვენო და ყველაფერი გაყიდო, რა ფასად გაყიდე? 2, 3, 4? ხო, სავარაუდოდ კი, მინიმუმ. 4 მილიონი. Yeah, when you have a farm of 100 hectares, it's worth maybe 10 million, but when you don't sell it, it's not special. კი ბატონო. აბა, გახდით ფერმერი
და იქნებით მილიონერი. აქტივებში ოღონ, აქტივებში, მაგ აქტივებში. ზოგადად არა, ესე ჩანს ყველაფერი ფულია და ჩვენც ვინც ვიცით მეგობრებო სოფლიოში, მოდი ილონ მასკი ავიღოთ რა. ესე ქეშად არავის არ უდევს ფული და ბანკის ანგარიშზე რა. ანუ ის ფულიც ტრიალებს აქტივებში, აქციებში და ასე შემდეგ. ესეც ნოდარისთან რასაც ხედავთ, არის უძრავი ქონება, აქტივი, თქვათ მოძრავი ქონება, ის ტექნიკა და ასე შემდეგ, რომელიც ღირებულებაც რო შევაჯამოთ, შეიძლება გამოვიდეს 3-4 მილიონი, მაგრამ ამას თუ სწორად არ გამოიყენებ, ამის ღირებულება არის 0. ასე რომ ეგ ყველაფერი უნდა გავითვალისწინოთ. შრალად არ შევხედოთ ხოლმე რაღაც ციფრებს. ეგეთი ის რო გავაკეთოთ შეჯი. ამოვიღოთ ერთი ბუდნა, მე ჩემსას ვიტყვი, რამდენი ტუბერი ამოვა, შენი თქვი და აბა ვინ მოიგებს რა. 10-მდე ჩემი იყოს. მოდი მე ვიტყვი 900. I think there will be like 9-8. Between 10 and 12, something like that. Let's count. 3, 6, 9, 9, 11. 11. You won. ესე იგი 3-4, მაგრამ საკმაოდ დიდები რა. ანუ უფრო ახლოს მე ვიყავი მოკლედ. So happy farmer. Happy farmer. Yeah. მოდი აი საუბრის ბოლოსკენ რო შევაჯამოთ, რა არის ის მთავარი გამოწვევა, რაც ქართველ ფერმერს დღეს აქვს, რა პრობლემა აწუხებს და შენ როგორ ხედავ აი მოკლედ რო ჩამოგვიყალიბო ამ პრობლემიდან, ამ გამოწვევიდან გამოსავალს. ძირითადი ყველაზე დიდი პრობლემა მარტო მე კარტოფილებს არ არის საქონლეობაში და 10 ყველგას არის მუშახელის არ ქონა. არ ვიცი რატომღაც ვიღაცებს გონიათ რომ აი სამუშაო ადგილები არ არის საქართველოში. ჩამოდით მე დაგასაქმე. აი ახლა უხდი ანაზღაურება რო 9 საათიდან მუშაობენ საღამოს 6 საათამდე. ტრაქტორისტებს ვაძლევ 200 ლარს, საჭმელს ვაჭმევ, ვინც მუშაობენ 90 ლარი არის ამათი ანაზღაურება დღეში. არ არის ფიზიკურად არ არის და ბევრ ფერმერს ეხლა უნდა ამოღება დაიწყოს კარტოფილს და არ აყავს მუშახელი. მეგობრებო, აგებ შვენიერი ანაზღაურება, ეხლა წელს ვეღარ მოასწრებ უკვე ზამთარი მოდის. შემდეგი სეზონისთვის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი კოთელია, ნოდარ აჩელაშვილი. აგერ ტარიფები ყველაფერი იცით რა, ვისაც გინდათ მუშაობა ფიზიკური, რა თქმა უნდა, ეხლა კომპიუტერი და ოფისი და ის არ მოითხოვა. ანუ ეხლა რო შევაჯამოთ, პირველია რომ ფიზიკურად ადამიანური რესურსის ნაკლებობა გვაქვს ქვეყანაში და ვინც არის იმადგან ძალიან დიდი პროცენტი არაკვალიფიციურია. აი 5000 ლარს და დირექტორობას რო ეგრევე რა. ეგ ორი მთავარი პრობლემა დგას შენი აზრით. და აი რას ხედავ გამოსავალს? აი როგორ უნდა შეიცვალოს ეგ ყველაფერი? ერთი რომ ეს რაც გავიარეთ რომ ავტომატიზაცია მაგრამ მაინც ნაცვლოს, მაგრამ იქ ხო შენ ტრაქტორის ოპერატორი გჭირდება, უფრო მაღალ კვალიფიციური ოპერატორი და პროფესიონალები გჭირდება, რომ ის ტექნიკა გიმართონ, ხო? უნდა იყოს პატარა სასწავლებლები. მე ვფიქრობ, რომ საერთოდ პრაქტიკული სწავლებით უნდა დავიწყოთ და თეორია შევუსვოთ რა. აი ეს იქნება ჩემი აზრით ყველაზე ეფექტური და ის სასწავლებლები კიდე არ უნდა იყოს ქალაქის ცენტრებში, უნდა გადმოვიდეს ისეთ ტერიტორიებზე, სადაც შეძლებენ. აი მაგალითად ქვემო ქართლში გაიხსნა მეცხოველეობის სასწავლებელი, რომელიც არის ფერმასთან გახსნის შვეიცარელებთან ერთად და ისინი სწავლობენ ყველის ტექნოლოგიას, წველის ტექნოლოგიას, დაავადებ, ყველაფერს საქონლის შესახებ ადგილზე. იქ გადადიან საცხოვრებლად. შესაბამისად, ანუ ანალოგიურად უნდა მოხდეს ჩემი აზრით მსგავსი სასწავლებლების განთავსება იმ ტერიტორიებზე, თქვა თუ გინდა რომ კარტოფილი მაგრად ასწავლო, უნდა გააკეთო აგერ კოთელიაში მაგალითად რა. დოვლათი იქნება სოფელში და ეს უნდა დავაფასოთ, ეს უნდა ვიცოდეთ, რომ საიდან მოდის ის ყოველდღიური ჩვენი საკვები, რითაც ხო, ცოცხლობთ რა. თბილისში ვარ მაღაზიაში და ვიღაცა ესე მოვიდა კარტოშკა, ასე აიგო კარტოფილა, ეს ბინძური კარტოშკაა და რა ღირს და რატო ასეთი და მე ვთქვი წამოდი დაკრიბ რამდენ პროცედურას გადის და რამდენი შრომა ჭირდება ხო იქამდე და ბინძური აი მის გარეცხვაც არ უნდა ელემენტი ხეს ხო არ ასწია რა მეგობრებო რა დამინდეთ ანუ თუ ნახავთ კარტოფილს რომელიც პრიალებს ირეკლავს არ იყიდოთ იყიდეთ აი ესეთი კარტოფილი რაღაცის თქმა ხო არ დაგვავიწყდა კი გამოიწერეთ აგრომენის YouTube არხი და ჩვენ ბევრ საინტერესოს ნახავთ. აი ხარი მადლობა.
მეგობრებო, წინ კიდევ პატარა შეჯამება, დიდი მადლობა ვინც აქამდე უყურეთ. თუ გაინტერესებთ ჩემი აზრი სოფლის მეურნეობაზე და YouTube-ზე, შეგიძლიათ გააგრძელოთ ყურება. არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. დიდი მადლობა. ჰოლანდიაში სოფლის მეურნეობას ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვს მთავრობისგან. ამ დღეებში შევხვდით ასევე ამ პროვინციის ეკონომიკის მინისტრს და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ვისთანაც ინტერვიუ ჩავწერეთ თუ როგორ ეხმარებიან ფერმერებს ახალი იდეების განვითარებაში, პროდუქტიულობის გაზრდაში. ჩვენთან რომ შევადაროთ, არსებობს სხვადასხვა ფინანსური ინსტრუმენტები, მაგალითად აგროკრედიტი, აგროლიზინგი, რომლითაც საკმაოდ ბევრმა ფერმერმა ისარგებლა და მე ვფიქრობ ეს პროგრამები აუცილებელია რომ გაგრძელდეს და საკმაოდ პროდუქტიულია, თუნდაც იგივე თქვათ დამატებით შეიძლება დაემატოს სხვადასხვა მექანიზმები, დამატებით შეიძლება გაიზარდოს კრედიტის ხანგრძლივობაც, რადგან სოფლის მეურნეობა, როგორც იცით, არის გრძელვადიანი, ეგრეთ წოდებული lifestyle-ი. ანუ lifestyle ნიშნავს, რომ თუ ხარ ფერმერი, შენ სხვა საქმე აღარ უნდა აკეთო. მაგისთვის დროც არ დაგრჩება და შესაბამისად რაღაცა დამატებითი საქმიანობა, ესეთი რაღაცა, რომ ქართველებს გვიყვარს, რომ აი მოდი რაღაცას ვაკეთებ და რაღაც დავთესო კარტოფილი, რაღაცა მოვაშენო ღორები, ეს არ არსებობს ეს არის ტყუილი, თავის მოტყუება და მითი, რომ შეგიძლია რომ შეუწყო რამდენიმე საქმიანობა სოფლის მეურნეობა. სოფლის მეურნეობა აქ ჰოლანდიაში უკვე თაობები, რამდენიმე თაობაა, რომელიც თქვათ რაღაც ბაბუიდან მამაზე, მამიდან მერე შვილზე და ის შვილი კიდე თავის შვილს გადასცემს. ცოდნა გამოცდილება მნიშვნელოვანია, რადგან დღეს როგორც მოგეხსენებათ, მუშახელის პრობლემა დგას ყველგან, არა მარტო საქართველოში, არამედ მთელს ევროპაში, რადგან უპირატესობას ანიჭებენ ადამიანები უფრო მაღალანაზღაურებად სამუშაოს, უფრო თქვათ ინტელექტუალურ სამუშაოს, შესაბამისად ახალგაზრდობის დაინტერესება ამ სფეროთი შედარებით ნაკლებია. შესაბამისად ავტომატიზაციაზე მოთხოვნა გაზრდილია და აი თუნდაც ეს ნაკვეთი რო ვაჩვენოთ, ხო? სავარაუდოდ დაახლოებით 1 ტრაქტორი და 1 მტვირთავი აიღებს თელ ამ ნაკვეთს. რადგან მასშტაბზე და კიდევ ერთი ის უნდა ვახსენოთ, ერთი პრობლემა, უпростоრედ გამოწვევა, რომელიც საბჭოთა დროიდან უკვე დამოუკიდებელი რაც გავხდით, არ ჩატარებულა სერიოზული მიწის რეფორმა და ეს საკმაოდ დიდ პრობლემებს ქმნის, ისედაც თაგორიანი ქვეყანა ვართ, ესეთი სწორი ტერიტორიები ჩვენთან ძალიან მცირეა და რაც არის ისიც დანაწევრებულია რაღაც 1000, 2000 3000 კვადრატული მეტრი, რაც თანამედროვე ფერმერული მეურნეობისთვის ფაქტიურად თამაშია რა. ეს არის რაღაცა 1000 კვადრატი, რომელიც შეგიძლია რაღაც ბოსტანი გააკეთო და ამაზე კომერციულ საქმიანობას ვერ გათვლით. შესაბამისად, ეს დამატებითი გამოწვევა ჩვენი სოფლის მეურნეობისთვის და მე ვიტყოდი, რომ ზუსტად ერთ-ერთი მთავარი შემაფერხებელი არის იმაში, რომ ინვესტიციები, პირდაპირ ინვესტიციები და სერიოზული ინვესტიციები ვერ იდება. ანუ სურვილი შეიძლება არსებობდეს, მაგრამ თქვათ თუ მოიყვან ინვესტორს, ბიზნეს გეგმას დაამუშავებ, მინიმუმ უნდა გათვალო რაღაც 100-200 ჰექტარზე, რომ შენ კულტურათაცვას გააკეთო და შესაბამისად იყოს ფინანსურად გამართული მოდელი და მომგებიანი, ხო? და იქ რაღაცა 2 ჰექტარი თუ 10 თუ 20 ჰექტარი ამ ყველაფერს ვერ უზრუნველყოფს. შესაბამისად, ხო, აქ ჰოლანდიაში ხა ჰექტრის ფასი, როგორც ჩვენ ვესაუბრეთ ფერმერებს, ჰექტრის ფასი ამ ფლავოლენდის პროვინციაში არის 200-დან 250.000 ევრომდე მერყეობს და ფაქტიურად ფერმერები მინიმალური რაც გააჩნიათ, ხო, თქვათ იქ რაღაც სახლი აქვს, თავისი მეურნეობა და გარშემო ეს მიწები მინიმუმ 50-100 ჰექტრის ზემოთ არის ყველაფერი და მოყავთ რამდენიმე კულტურა. იქ თქვათ მისდევენ ასევე მესაქონლეობას, ყავთ ძროხების ფერმა აქვთ, ცხვრის ფერმა აქვთ, ქათმების ფერმა აქვთ, მოყავთ საფილო, ჭარხალი, კარტოფილი, კომბოსტო და ასე შემდეგ და ეს უკვე ქმნის რაღაცა ეკონომიკურ იმ ეფექტს, მასშტაბის ეკონომიასაც იძლევა, პლუს ავტომატიზაცია კიდე თვითღირებულებას აიაფებს, შესაბამისად ჩვენ რო შევეჯიბროთ ჰოლანდიელ ფერმერებს, მინიმუმ ის უნდა გქონდეს, რომ რაღაცა მასშტაბზე ვაკეთებდეთ ამ ყველაფერს, ხო? ასე რომ იმედი მაქვს, რომ მომავალში შევძლებთ, რომ სწორი პოლიტიკა ჩამოვაყალიბოთ იგივე მიწის რეფორმასთან დაკავშირებით, რომ ეს მიწები
გამსხვილდეს და საინტერესო გახდეს კონკრეტული ინვესტორებისთვის, ადამიანებისთვის, ქართველებისთვის პირველ რიგში, რომ იქ სერიოზული ინფრასტრუქტურა გაკეთდეს, ირიგაცია გაკეთდეს, მოხდეს ტექნიკის შესყიდვა, თანამედროვე ავტომატიზებული ტექნიკის შესყიდვა და ღირდეს როგორც ბიზნესი. სანამ ბიზნესად არ განვიხილავთ სოფლის მეურნეობას, მანამდე ჩვენ გვეყოლება ბევრი გლეხი, რომელიც გადარჩენისთვის იბრძვის საკუთარი თავის გამოსაკვებად. შესაბამისად, ფერმერის სტატუსი ნიშნავს იმას, რომ ფერმერი როგორც საკუთარ ოჯახს ყვებავს, ასევე ყვებავს ძალიან ბევრ ადამიანს. და სულ ვიძახი ერთ ფრაზას, რომ სოფელი ქმნის სიმდიდრეს, სოფლის მეურნეობა ქმნის დოვლად. შესაბამისად, თუ ჩვენ გვინდა რომ რეალური ღირებულება შევქმნათ ჩვენი ქვეყნისთვის, აუცილებელია ერთ-ერთი საბაზისო არის, რომ შენ გქონდეს შენი სასურსათო უსაფრთხოება, სწორგზაზე განვითარებადი და მერე განვითარებული სოფლის მეურნეობა. ასე რომ მე მაინც პოზიტიურად უყურებ ყველაფერს და ვფიქრობ, რომ მომავალში ჩვენი თაობა თუ არა, იმის შემდეგი თაობა, ახალი ცოდნით, ახალი გამოცდილებით და ახალი შემართებით აუცილებლად რაღაც არის მოსაფიქრებელი. ხო, ფაქტია, ერთი და იგივე წრეზე დადის ეს სოფლის მეურნეობა და გლეხი კაცისთვის არავინაა. ხო, ეს ფრაზა გავრცელებულია. ხო და გლეხი კაცისთვის წესით ყველა უნდა ვიყოთ. ჩვენ ქართული უნდა ვიყიდოთ, ქართულს უნდა მივანიჭოთ უპირატესობა. მაგრამ ასევე აუცილებელია, რომ ქართულმაც ხელი შეგვიწყოს იგივე ხარისხით, მასშტაბით, ციკლით, ციკლს გულისხმობ, რომ მთელი წელი იყოს ხელმისაწვდომი დაუშვათ აი სტაფილოს რომ მოვიყვან, შევძლოთ ამის შენახვა, ხო, აღების შემდგომი შენახვა, რომ ეს თლიანი ჯაჭვი იყოს აწყობილი, იგივე ჭარხალზე იქნება ხავხზე თუ კარტოფილზე, შესაბამისად აუცილებელია, რომ კონდეს მთელი წლის მანძილზე, თუ არა რაღაც 8-9 თვის მანძილზე მაინც ადგილობრივი პროდუქციით შევძლოთ ხარისხიანი პროდუქციით შევძლოთ მომარაგება. და ამას რა თქმა უნდა მომხმარებელიც ხედავს და ფერმერიც უფრო მეტად ისარგებლებს. მოკლედ, აგრომენი აქ დაგემშვიდობებათ, დღევანდელი ვიდეო ამით დასრულებულია. დიდი მადლობა, ვინც ბოლომდე უყურეთ, დააკომენტარეთ, დაალაიქეთ და გამოიწერეთ არხი. ნებისმიერი თქვენი მოსაზრება საინტერესო იქნება. მე ვფიქრობ, რომ YouTube მხოლოდ გასართობი პლატფორმა არ არის, დრო არის YouTube-ის ამ განვითარების ეტაპზე შევქმნათ სერიოზული კონტენტი, სერიოზული ვიდეოები, რომელიც არა მარტო გასართობი იქნება, რა თქმა უნდა, არამედ რაღაცას დაგიტოვებს, ხო, რაღაც ღირებულებას შეგძენს იმ შენი დროის დანახარჯის სანაცვლოდ, რაც თქვა დახარჯე ხა ამ ვიდეოს საყურებლად, რა. თუმცა ვფიქრობ, რომ ამ კონტენტს ჩვენც მხარი უნდა დაუჭიროთ და ვისაც გვაინტერესებს, ვისაც გული შეგვტკივა ჩვენ სოფლის მეურნეობაზე, ვისაც გვინდა რომ მეტი ინფორმაცია არსებობდეს, ხო, რაღაცა ფორმით, ხო, ეს შეიძლება იყოს მსგავსი ტიპის ვიდეო, შეიძლება იყოს პოდკასტის ტიპის ვიდეო, აუცილებლად ერთად გავერთიანდეთ, ვისაც გაინტერესებს მსგავსი ტიპის კონტენტი, გამოიწერეთ არხი და მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიწერეთ, თუ მართლა გაინტერესებთ, მართლა უყურებთ მსგავსი ტიპის და შინაარსის ვიდეოებს და მომავალ შეხვედრამდე. აგრომენი შემდეგი ვიდეოთი დაგიბრუნდებათ.